TV11 ფესტივალი რესტორაცია დივანი და ჩაის ქართული ბრენდი გურიელი წარმოგიდგენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. როდესაც პროდიუსერებმა დამპატიჟეს ამ შოუზე, რაღაცა გითხარიო, ვიკითხე რა თემაზე უნდა ვილაპარაკოთ და მითხრეს, რა ჩვენ ძალიან გიყვარსო და რაც ხალხს დააინტერესებს, ისეთ რამეზე შეგიძლია გვიამბო რამეო. ვიკითხე, რომ სერიოზული თემები შეიძლება თქო? კიო, რა თქმა უნდა, შეიძლებაო. და ძალიან სერიოზული თქო? ძალიან სერიოზული შეიძლებაო და იმ წუთში გადავწყვიტე, რომ თევზაობაზე მელაპარაკა თქვენთან. მერწმუნდით, ეს ძალიან სერიოზული თემაა. მე ძალიან მიყვარს თევზაობა და ზოგადად თევზაობა ეს ადამიანის ძალიან დიდი ხნის საქმიანობაა. თევზი ადამიანამდე რამდენიმე მილიონი წლით ადრე გაჩნდა და გაჩნდა თუ არა ადამიანი დაუწყო ამ თევზს ძიძგილაობა. ადრე თუ ეს თავის გამოკვების საშუალება იყო, ეხლა ბევრისთვის გართობა გახდა, მაგრამ ბევრისთვის ისევ რჩება თავის გადარჩენის და ხანდახან თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად. იმის გამო, რომ ძალიან ხშირად მიწევს სიარული აქეთ-იქით სხვადასხვა წყალსატევებზე და მდინარეებზე, ხვდები, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არ არის რა. ძალიან ხშირად ნადავლის გარეშე უბრუნდები, ზოგმა შეიძლება დააბრალოს, ვინც იცნობს ამ სფეროს, რომ ვერ ყოფილხარ კარგი მეთევზეო და მართალიც იქნება, იმიტომ რომ სპორტული ფიდერით თევზაობის რეიტინგებში მე ვარ ბოლო ადგილზე. ბოლო, რა ჩემს უკან აღარავინ აღარ არის. მაგრამ მაინც ნორმალურად ვთევზაობ და ხშირად ვაბრალებთ იმ ფაქტს, რომ თევზი ძალიან ცოტა დარჩა. მოდით მოგიყვებით მე როგორ ვთევზაობ და ბევრი რამე ნათელი გახდება იმასთან შედარებით მე როგორ ვთევზაობ და სხვები როგორ თევზაობენ, თუ გავაკეთებთ პატარა ანალიზს. მეთოდი, რომელთაც მე ვთევზაობ, არის ფიდერი. აი ესე ქვია. ეს არის ფიდერის ანკესი, კოჭა, ეს არის თვითონ ფიდერი. ინგლისური თევზაობის სტილია და რაში მდგომარეობს პრინციპი. თევზაობის დროს მეთევზე ახდენს დაკვებას რაღაც ადგილის, ანუ აი ეს ფიდერი და არსებობს სხვადასხვა ზომის და ფორმის ფიდერები, სხვადასხვა წყალსატევზე და სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოიყენება. აი ეს ფიდერი იტენება საკვებით და მეთევზე ცდილობს ერთ ადგილას მოათავსოს, 1 მეტრის რადიუსში ეს საკვებურა და იმ ადგილას, როგორც მეთევზეები ამბობენ, იშლება მაგიდა. ამ ადგილას თევზის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ამდენად ეს ზრდის თევზის დაჭერის ალბათობას. მაგრამ თევზაობის ამ სტილში ბევრი ისეთი რამეა ჩადებული, რაც კარგი იქნება თუ სხვა სტილის თევზაობაში ჩაიდება. სხვა შორის თანამედროვე თევზაობის თითქმის ყველა სტილი ესეთი ჰუმანურია. პირველი ეს თევზაობა გაგიკვირდებათ და რაც შეიძლება არამტკივნეული უნდა იყოს მოწინააღმდეგისთვის, ნადავლისთვის. ამიტომ გამოიყენება, თქვათ, ნემსკავი არის ეკლის გარეშე ან პატარა ეკლით. ეს იმას ნიშნავს, რომ დაჭერილი თევზს ნემსკავის გამოძრობა არ აწუხებს, ნაკლებად მტკივნეულია ერთი და თუ თევზი გაიქცა, ამ ნემსკავს თავისითვე გადმოაფურთხებს. მეორე, თვითონ მონტაჟი ისეთია, რომ არ არის გათვლილი მაღალ დატვირთვებზე. ანუ ამ თევზაობის მეთოდით თითქმის გამორიცხულია თევზს დაუზიანოთ ტბა, რომელზეც ყველაზე ხშირად ეცმება ეს ნემსკავი. მესამე არის სადავე და ძირითადი ძუა. სადავე უფრო სუსტი, ანუ თუ გაწყდება, სადავეში წყდება და თევზთან რჩება მხოლოდ აი ეს ნაწილი, რომელიც მის სიცოცხლეს შემდგომ საფრთხეს არ უქმნის. მონტაჟი, აი ეს საკვებურის დამაგრება ძირითად ძუაზე, არის ეგრეთ წოდებული რანინგი, ანუ თუ სადმე სხვაგან გაწყდა ძუა, თევზს არ მოუწევს აი ამის თრევა, ანუ გადარჩენის დიდი შანსი აქვს.
ესეთივე მეთოდოლოგია, ესეთივე პრინციპებია ჩადებული სხვა სტილის თევზაობაში. მაგალითად, მატჩი, ტივტივით თევზაობა, სპინინგი, გაშოლტვა, fly fishing-ი. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან პოპულარულია სხვა ტიპის თევზაობა. მაგალითად, სახლართი ბადე. პუტანკას ეძახიან და ალბათ რაღაცა ამაში დევს. პუტანკა არის ბადე, რომელშიც თევზი ეხლართება და იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ამ პუტანკით თევზაობენ ან გრძელი ბადეებით, რომელთაც რაღაც პერიმეტრს კეტავენ, ან ეგრეთ წოდებული ეკრანებით, ანუ პატარა ნაჭერი ამ პუტანკის ებმება ანკეს, ვისვრით შორს და გახლართული თევზი ამოგვყავს. ერთი შეხედვით ცუდი არაფერია, ანუ იმ ძირითად პრინციპებს არ დაიჭირო იმაზე მეტი რაც გინდა და არ დახოცო რასაც არ იჭერ, თითქოს შეესაბამება ეს მეთოდი, მაგრამ სამწუხაროდ ეკრანის შემთხვევაში ხშირად ხდება ეკრანის ჩაწყვეტა და წყალში დარჩენილი ეს პოლი რაღაც ნივთიერების ბადე ათეულობით წელი იჭერს თევზს და ალპობს. რაც შეეხება გრძელი ბადეების შემთხვევაში, ხშირად ამ ბადეებით ბუნებრივი მიგრაციის გზებს კეტავენ მებადურები, რაც თქვათ ქვირითობის დროს მდინარეში ასვლის საშუალებას არ აბამს, არ აძლევს თევზს და თან ასევე ხდება ამ ბადეების ჩატოვება, რაც არ არის კარგი. კიდე ერთი ჭირი რაც გვჭირს, ეს არის დენით თევზაობა. დენით თევზაობა არის აკუმულატორზე, ამისთვის საჭირო აკუმულატორზე მიერთებული რაღაც ხელსაწყო, რომელიც 12 ვოლტს გაცილებით უფრო მაღალი ძაბვის ძაბვად გარდაქმნის, მე ამ ელექტროდებს ვათავსებ წყალში და ვხოცავთ ყველაფერს აბსოლუტურად. ხოცავთ თევზს, ნებისმიერი ზომის, ხოცავთ იმ ცოცხალ ორგანიზმებს, რომელიცაც თევზი იკვებება, შემდეგ ავიღებთ რამდენიმე თევზს და ესე დაუყვებით მდინარეს. ეს დაახლოებით როგორ არის, იცით, აი ვთქვათ, წალკაში რო წავიდე მწყერზე საანდიროთ ატომური ბომბით. ავაფეთქო, დავხოცო ყველაფერი ცოცხალი, მე ავიღო რამდენიმე მწყერი და დავუბრუნდე უკან. ძალიან გავრცელებული მეთოდია. ნუ დაახლოებით ისეთივე ეფექტის მეთოდია მოწამვლა მდინარის ან წყალსაცავის. ჩავყრით საწამლავს წყალში, იქვე რასაც დავიჭერთ და დაანჩენი ბევრი კილომეტრი ვხოცავთ ყველაფერს. სამწუხაროდ აქ ისეთ პრობლემებს ვეხებით, ეს არ არის მარტო თევზაობის პრობლემა. აქ ორი ძირითადი პრობლემაა. ერთი, როგორ უყურებთ ჩვენ ჩემსას და ჩვენსას. აი, სამწუხაროდ ჩემსა და ჩვენ შორის აი სერიოზული ზღვარია. თუ ჩემს ყველანაირად უვლით, ჩვენთან როგორი მიდგომა გვაქვს, იცით? თუ რამე გასაკეთებელია, ამას სხვაც გააკეთებს, იმიტომ რომ სხვისაც არის და თუ რამე ასაღებია, მე ავიღებ, რომ სხვა ცოტა დარჩეს. ეს ერთი სერიოზული პრობლემა და მეორე ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში უყურებთ ყველაფერს. ერთი ესეთი ანეკდოტია, არ მგონია რომ სასაცილო იყოს, მაგრამ მაინც მოვყვევი. გურულმა წაიყვანა სიძე რთველზე. გურიაში როგორც მოგეხსენებათ, ყურძენი ხეზია გაშვებული და ადიო და დაკრიფეო. იმან უთხრა, რო ახედა ამ ხელახეს, მოდიო მოუჭრათო და ისე მოვკრიფოთო. და მე მომავალ წელს რა ვქნაო? ერთი წელს მოვითაოთ ეს თველი და მომავალ წელს აქამოსვლის დედაცო. აი ძალიან ხშირად ჩვენც ბევრ რაღაცას ესე უდგებით რა. იმის იმედად, რომ ან ვირი დარჩება და ან ვირის პატრონი. და არ ვფიქრობთ, რომ იმ ვირის პატრონს შვილი ყავს და იმ ვირსაც შეიძლება ყავდეს პატარა ჩოჩორი. ან ვირის და პატრონის წასვლით არაფერი არ დამთავრდება. როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ბრაკონიერობის? უპირველეს ყოვლისა კანონი. კანონი უნდა გრძალავდეს რაღაცას და თან ისე უნდა იყოს გავლებული, რომ რაც შეიძლება ნაკლები კანონმორჩილი მოქალაქე დარჩეს კანონს იქით და ვინც დარჩა შეეძლოს აქეთ გადმოსვლა და მეორე ადვილად განსახორციელებელი იყოს ეს კანონი. მაგალითად, თუ ეს ბადე სახლართი ყველგან იყიდება თავისუფლად
და ამ ბადით თევზაობაც არ არის აკრძალული. უბრალოდ აკრძალულია ჩაწყვეტა, იმიტომ რომ თევზაობ ხო არაფერს არ აფუჭებ. ჩათვალეთ, რომ ამ კანონის აღსრულება შეუძლებელია. ანუ თევზაობის დროს უნდა დაესწრო იმ ფაქტს, როცა ადამიანს რაღაცა ჩაუწყდება და აი მაშინ უნდა ქნა რამე. ან იგივე აპარატი. თუ ეს აპარატი შეგიძლია დაამზადო, გქონდეს, რა ვიცი, ტბის პირას იდგე და არაფერს აკეთებდე. კანონს არ აშავებ. სანამ არ ჩართავ და თევზს ხოცვას არ დაუწყებ. ალბათ არ არის სწორი. ის რაც გაკეთებულია იმისთვის, რომ კანონი დაარღვე და სხვაში ვერაფერში ვერ გამოიყენებ, ჯობია რომ არ იწარმოებოდეს და არ იყოს თავისუფალ გაყიდვაში და არ ინახებოდეს. მეორე პრობლემა აღსრულების, აი ისევ შენ და ჩვენთან მივედი. რაღაც რაოდენობა ადამიანების და ეს ძალიან დიდი რაოდენობა კანონმორჩილია. თუ ის კანონს არ ღვევს, იმიტომ რომ არ იცის რომ არ ღვევს. თუ გავაგებინებთ აღარ დაარღვევს, მაგრამ მაინც დარჩება რაღაცა რაოდენობის ხალხი, ვინც დაარღვევს. ზოგი, იმიტომ რომ აი უბრალოდ სიამოვნებს და აი ამითი იღებს აზარტს. ზოგი, იმიტომ რომ ამითი იკვებება, ამითი არჩენს ოჯახს. საქართველოში არის რამდენიმე ათასი მდინარე და თითოეული მდინარე, რამდენიმე კილომეტრი მაინც არის. ვერავინ ვერცერთ ქვეყანაში ვერ დაიცავს ამხელა პერიმეტრს. თუ რამდენიმე მილიონმა წესიერმა ადამიანმა არ ჩავთვალეთ, რომ ეს ჩვენი საქმეა. და მე მინდა გითხრათ და მენდეთ, ეს მართლა ჩვენი საქმეა რა. ის მდინარე ჩემი არ არის. შენია ზაზა. და მარტო შენი კი არ არის. შენი შვილის არის. რომელიც შეიძლება არც დაბადებულა, ან შვილიშვილის, იმისიც არის. შეიძლება ვიღაცას სადღაც რო ურტყამენ ან ძარცვავენ, დარეკვა სადღაც ჩაშვება, მაგრამ შე რო გირტყამენ და გძარცვავენ, მაშინ ხო მაინც რაღაცა უნდა ქნა. ის ჩვენია მართლა რა. არავინ არასოდეს არც ჩინელი, არც რა ვიცი, ამერიკელი არსად არ წაიღებს. ის არის შენი შვილი, შენი შვილიშვილის. იმისი, ვინც აქ იცხოვრებს. ამიტომ ეს თუ ყველამ არ გავითავისეთ, რომ ჩვენია, ვერავინ ვერ გვიშველის რა. კიდე ერთი რაზეც უნდა მელაპარაკა და დროც მანძლევს ამის საშუალებას. ხანდახან, როცა საზოგადოებას ესეთი მიდგომა აქვს, რომ აი ჩაშვება ცუდია. ბევრ რაღაცას სხვას ვანდობთ. აი ფულს უხდით და სხვა აკეთებს. აი ესეთი მაგალითი მინდა გითხრათ, ისრაელში მაგალითად შაბათობით მუშაობა არ შეიძლება, მაგრამ ვიღაცები, ვინც მუშაობენ, რაღაცნაირად ხო უნდა დასაჯონ, მაგრამ ვინ უნდა დასაჯოს, როცა დამსჯელით შაბათს არ მუშაობს? არაბული პოლიცია, რომელიც შაბათობით იჭერს ებრაელებს, ვინც მუშაობენ. ანუ ისრაელში ებრაელისთვის არაბს მიცე ებრაელის დაჭერის უფლება, როგორია, მაგრამ კანონია რა. ჩვენც რაღაც ეგეთი უნდა ვქნათ. აი რო ვიჯექით დამსჯელობით, ესეთ რამე მოვიფიქრეთ. უამრავი ხალხია უმუშევარი. მოდით რაღაც დანაშაულებზე რაზეც ჯარიმაა, თუ ვინმე გადაიღებს ამას, ატვირთავს სადმე, იმ ჯარიმიდან რაღაც პროცენტი მივცეთ. უამრავი ადამიანი რაღაცას იშოვის და საზოგადოებაშიც ჩვენ არ ვიქნებით ჩამშვებები, კაი ბიჭები ვიქნებით, მაგრამ ვიღაცები შიშით აღარ ჩავიდენთ რაღაც ცუდებს რა. ყველა გზაჯვარნიძე მაინც დგას ვიღაცა 20 კაპიკიანს გთხოვს, ხო? ის დაიჭერს ტელეფონს და გაცილებით მეც გააკეთებს, ვიდრე 20 კაპიკია დამიჯერეთ რა. მე რეალურად რო დავითვალე ეს პოტენციალი რამდენის გაკეთება შეიძლება. ნახევარი ერი ირჩენს თავს მეორე ნახევრის უწესრიგობის ხარჯზე. ჯანელიძეს უთხარი ესე გავაკეთოთ და მე ვიღაცამ თქვა რომ მე რომ მეტყვი ხარ, ანუ ჩამშვები ხარ, ჯანელიძემ თქვა გადაუღებ მაგაზეც თუ ჯარიმა, კიდე ერთი 20 ლარს გავაკეთებ და წავალსა. მოკლედ არ ვიცი, ესე იქნება სხვანაირად იქნება, რამენაირად ამ ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში წყალს ვამბობთ, რომ ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება ის რაზეც ახლა ვილაპარაკე, განვავრცოთ. ხა ვიღაცა იფიქრებს, რომ ეს გასართობად დადის სათევზაოდ, ამას რა ენაღვლება, მე რა ვქნა, თევზი თუ არ მივიტანე სახში, რომ შეერი დავრჩები. მეგობრებო, დამიჯერეთ რა, ვინც ამით ირჩენთ თავს, თქვენთვის ეს გაცილებით უკეთესია. აი მე ამ ელექტრიკებთან რომ ვილაპარაკე, რაზე წუწუნებენ, იცით?
ადრეო მდინარეზე ბადით რო ჩავიდოდიო, სასროლი ბადით, რაც დაშვებულია და ტრადიციული ქართული თევზაობის მეთოდია. 1-2 ბადის გადაგდებითო უფრო მეც ვიჭერდიო, ვიდრე ეხა მთელ მდინარეს რო დენით დაუყვეო. დალოცვილო, უბრალოდ მიზეზშედეგობრივი კავშირია რა. არია რო და ისევ 5 გადაგდებით იმდენივე თევზს წაიღებს სახში ან გასაყიდათ რა. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თევზს რომელსაც ჩვენ ჭამთ და ვყიდულობთ, აი 100 დახო ცილი თევზიდან ერთია. აი 100 რო წყალმა წაიღო. ძალიან გთხოვთ, ბევრს აღარ შეგაწყენთ, იფიქრეთ ამაზე რა. ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენ ქვეყანას, არავინ არ მოგხედავს და არასოდეს არაფერი არ გვეშველება. დიდი მადლობა.